მოგესალმებით მეგობრებო, დღეს არის 5 ივნისი. გერმანიიდან წამოვედით ჩვენ და მივდივართ ავსტრიის ერთ-ერთ დასახლებამდე. მაღალმთიან რეგიონში მდებარეობს ერთი სოფელი, რომელსაც ქვია ძლივს დავიმახსოვრე, კრაუბატ ანდერ მური. 900 მეტრზე არის ზღვის დონიდან. გვინდა ეხლა რომ მივიდეთ ამ სოფელში, დავათვალიეროთ და გაჩვენოთ თქვენს. გამოვიარეთ შტუტგარტიდან სოფლამდე არის 600 კილომეტრი, გამოვიარეთ ჩვენ 550 კილომეტრი, დაახლოებით 6 საათში. ზოგიერთი ადგილები იყო საცობები და მოგვიწია გაჩერება, ასე რომ ცოტა ხანი გადაგვრჩა, 9 საათი დაახლოებით და ჩავალთ ამ დასახლებამდე და მანამდე ვნახეთ ერთი პარკინგი, ტრაილერების გასაჩერებელი და მსუბუქი ავტომობილების და პარკინგთან არის მშვენიერი მაგიდა სკამები, მაგონებს ჩვენ საქეიფო ადგილებს. აი, გავჩვენებთ ეხლა როგორი ბუნება არის, ქვევით, არაჩვეულებრივი, ძალიან ლამაზი ბუნება არის ავსტრიაში, ისევე როგორც გერმანიაში. ეს არის პარკინგი, სადაც გავჩერდით. აქ ასეთი ლამაზი ხის მაგიდები. ადამიანი კომფორტულად ჩამოვა დასასვენებლად მშვენიერ ბუნებაში. ხო, სხვათა შორის მინდა აღვნიშნო ერთი ფაქტიც, რომ საპირფარეშოები არის ყველგან ფასიანი და ერთადერთი ასეთ ადგილებში ტრაილერების სადგომზე და აქ მარტო ტრაილერები არ ჩერდებიან, მსუბუქი ავტომობილებიც ჩერდებიან, აქ არის უფასო საპირფარეშო და არის აგრეთვე შხაპის მისაღები. ტრაილერის მძღოლები ისვენებენ. ცოტა გადაგვრჩა ავსტრიის სოფლამდე, კრაუბატ ანდერ მურამდე. სახელებია ისეთი, რომ 1-2-3 დღე უნდები ამ სახელების დამახსოვრებას. წავედით აბა ეხა ჩვენ ნელ-ნელა და ავსტრიის სოფელში შევხვდებით ერთმანეთს. აბა დროებით კარგად იყავით. ესე იგი, ეხა ჩვენ უახლოვდებით ავსტრიის საზღვარს, ეგრეთ წოდებულს. აი, ევროკავშირის ნიშანია, 600 მეტრში გადავდივართ ავსტრიაში. შვიდობით გერმანია. გაუმარჯოს ავსტრიას. გადმოვედით ავსტრიაში. ბესო, სულ ეგ იყო საზღვარი. შენ ხო გაინტერესებდა როგორი საზღვარია? აი, ერთ პოლიციელი ხო იდგა მაინც. პოლიციელი იდგა. აი ამ დინარეზე გადადის იმენა საზღვარი. დინარე ინი. ნახევარი გერმანულია, დინარე ინი ნახევარი ავსტრიული. ეხლა მივდივართ ავსტრიის ერთ-ერთ სოფელში. გავათვალიეროთ ერთად. გერმანული სოფელი ვნახეთ. აქ გაწყრიალებული გვირაბებია. ყველაფერი არის გაწყრიალებული. ყველა მეტრაში არის ისა ცეცხლმარკრები. და კარებები გასასვლელი, ავარიული. რა მაგარი ბუნებაა. გვირაბიდან გამოვწევით. ბუნებაც კარგია, გზებიც კარგია. ერთი ქაღალდი არ მინახია რამდენი 500 კილომეტრი გავიარა და გზაზე ქაღალდი არ. ქაღალდი კი არა, უღრან ტყეში ვიყავით გერმანიაში და სიგარეტის ნამუწვივე რა ვნახეთ ტყეში, უღრან ტყეში, ისეთ სისუფთავე იყო და წარწერებიც იყო ყველგან, რომ თუ შეიძლებაო თქვენ ნაგავსო და ნარჩენებსო უდაყრითო, თორემ მე ჩვენ მაგის დალაგებაში ფული უნდა გადავიხადოთო და აიღეთო, წაიღეთო თქვენი ნარჩენები ნაგავიო, გადაყარეთ ნაგავშიო და მაგ თანხითო სხვა რაღაცებს მოვახმართო კარგ საქმეებს. წარმოგიდგენია? ხანგრძლივი ძებნის მერე მოვძებნეთ როგორც იქნა ჩვენ საპიკნიკი ადგილი, თავისი ფაცხით, მაყალი, შესაწვავი ადგილი მწვადის. და ეხლა აი გაჩვენებთ როგორი ლამაზი. ამ შენობას რა ფუნქცია აქვს, სიმართლე რო ვთქვათ, მე არ ვიცი, ეხლა პრინციპში ალბათ აწერია ზედ. ასეთი მაგიდა არის სკამები ხის, კოხტად ლამაზად სისუფთავეში, როგორ ბუნება არის არაჩვეულებრივი. დღეს მაგარი წვიმა იყო და სახილდა რომ გამოვედით, ეს ადგილი ვიპოვეთ წვიმდა, მაგრამ სანამ ჩამოვედით გადაიღო არაჩვეულებრივი ამინდი გამოვიდა.
აქ არის ცეცხლის დასანთები სპეციალურად. აქ ეს ხორცის დასალაგებელია. შეატრიალებ და ესე შეწვა ხორცს. ბარბეკიუს გააკეთებ. აი ეს რა შენობა არის, ოღონდ აი მაგის გაგება მინდა. ცოტნე რეები აწერი აქ. მეტყევეს ის იქნება ალბათ რა, რაღაცეებს ინახავს აქ მეტყევე. აჰა, აი აქ წერია ყველაფერი, თქვენიო აფხალიო რაც არის, ნაგავიო, გთხოვთ წაიღოთ უკან სახლშიო. ეგ თავისთავად ხო, ეგ ვიცით რომ უნდა წავიღოთ ნაგავს ჩავყაროთ, მაგრამ ეს იმაზე მარტივია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. ამით ეხმარებითო, დიქოსთან ხოდი ზობაჰალთუნ იმ ბუნების დაცვა. სუზგენკენ გენაო. დავიწყეთ ევროპულად მწვადის შეწვა. ნაკვერჩხალი გავაღვივეთ. და იმედია შეიწვება. ავი ხუშ გიძახის. დაუნიავე ერთი ცოტნე კარგად. რაღაც ეს ნაკვერჩხალი ვერ გავაღვივებ ჩან. ეგ არის გერმანია და ავსტრია. და მართლა ეგრეც აკეთებენ. მე არსად არ მინახია. გადაგდებული რაღაცა, დაგდებული პატრონით ნაგავი არსად. და მანქანა არ გაგვირეცხია, მანქანა არის სუფთა ერთი კვირა გერმანიაში დავდივარ და ეგერ ავსტრიაში შემოვედი. და ყოველ დღე წვიმდა. ყოველ დღე წვიმდა და მანქანა არის გაკრეალებული სუფთა, არ ჭირდება გარეცვა. ტალახი ვერ ნახე, ტალახი სადღაც. ტალახი მართლა ვერ ნახე. ტყეში ვიყავი და იქაც კი არ დაისვარა მანქანა, ასფალტი იყო დაგებული შუა ტყეში. ზოგან ასფალტი და ზოგან ქვიშა ეყარა. ეგ არის ადამიანის შეგნება უნდა ქონდეს ადამიანს და იცოდეს რომ ეს ქვეყანა არის შენი და არა სხვისი და უნდა მიხედა როგორც შენ საკუთარ ოჯახს, სახლს. აი მაგ შეგნებამდე რომ მივალთ ჩვენ, ხო, მერე ნელ-ნელა წავა ჩვენი ქვეყანა წინ. მანამდე არაფერი არ გვეშველება. ვა, ნახე რა ლამაზი მთებია და ტყეებია, ნახე. არა, არც ჩვენთან არის ნაკლები ამაზე ტყეები და მთები, მაგრამ აი რო გახედავ გაკრეალებული როა, მიდრო, ხო, აი მოვლილი რო არის, აი გულსუხარია რა და თან შურს ჩვენთან არ უნდა იყოს ახლა ეგრე, ძალიან ბევრი რამე უნდა იყოს ჩვენთან, მაგრამ არ არის სამწუხარო. მოვლილია, გაპრეალებული და გალამაზებული. ესე იგი ახლა მივახლოვდით ერთ ადგილს, სადაც გზის ავტობანის ბილეთი უნდა ვიყიდოთ და აქეთ მხარეს მარცხენა მხარეს მწვანეთ არის აღნიშნული, ვისაც აქვს ნაყიდი ეს ბილეთი გაჩერების გარეშე გადის და ვისაც არა ჩერდებით და უნდა ვიყიდოთ ბილეთი. რა იყირება ბილეთი არ ვიცი. მივახლოვდებით ახლა სალაროს და გავიგებთ. 18 ევრო, არ ვიცი მე რა ღირს 18 ევრო ასე არა ვარ. 7 ევრო, 18 ნახევარი და 11 ნახევარი. ეხლა აქ ვართ ესე იგი. ბოლოში გასვლა გრაზრვალ წერია digital. არ ვიგე. 7 ევრო აწერია. Hello. 7, right? 7 ევრო. Thank you. აბა ის რა ფასებია? აჰა ეს ბუსშვენი რო გადახდილი. 7 ევრო. აჰა დედი ესე შენი. ეკალი გააჩუმე ერთი თუ ღმერთი გწამს რა. всё. თიშა მაშინ მოგკეთეს. ესე იგი, აგე შევდივართ, ნახე, კრაუბატში შევდივართ. კრაუბატ ანდერმურ. ეწერა. ეხა მოდი მივიდეთ, გავიაროთ ხონთლიანად დასახლების ბოლომდე და სადმე გავაჩეროთ. ერბენ სასტუმროს არ მახსოვს. სასტუმროს რა ერქვა არ მახსოვს მე, მანდ უნდა მოძებნო რა. ხარ მოგიძებნე მან სასტუმრო. სასტუმროები არის, მაგრამ გავჩერდეთ. მიდი მივიდეთ სასტუმროსთან და მან გავჩერდეთ.
აი მიტოვებული სახლი ბიჭო ერთი როგორც იქნა მოუძებნეთ. ეს ახლა ამ სახლს ანგრევენ და ამის მაგრეთ სხვა რაღაცა უნდა აშენონ. არქიტექტურა უკვე ავსტრიული სხვანაირია. აი გერმანულ სოფელში რო ვიყავით, იქ სხვანაირი სახლები იყო. Gesthof Newman, ნელა სადაც არის. მე Gesthof Newman. ხო, ეს გვინდა ჩვენ. აი პარკინგი ეს არის. ეხლა გავიგოთ რა ხდება სასტუმროში. ჩამოვედით ახლა ჩვენ ავსტრიის ერთ-ერთ დასახლებაში, რომელსაც ქვია კრაუბატ ანდერმური. ესეც საკმაოდ ძველი სოფელია, ზღვის დონიდან 900 მეტრზე მდებარეობს. დავსახლდით ახლა ჩვენ პატარა სასტუმროში და ცოტა ხანს დავისვენებთ 1.5 საათი და მეორე წავალთ უკვე ლოკაციებზე და გადავიღებთ თვითონ სოფელში რა ხდება და როგორი სიტუაცია. ეხლა გავჩვენებთ რა სასტუმროში გავჩერდით და რა დაგვიჯდა ერთი ღამე. ასეთი პატარა სასტუმროა. შემოსასვლელი არის წინიდან, ჩვენი მანქანა გავაჩერეთ. ეს ორადგილიანი საპირფარეშო და ესეც ერთადგილიანი. ეს ყველაფერი დაგვიჯდა თავის საუზმეანად 140 евро. ეს სასტუმროს უკან ასეთი ლამაზი კოხტა ადგილია. ყაკლის ხის ძირში მაგიდა სკამები და აქეთ არის აუზი. ეს არის ჩვენი სასტუმრო, სადაც გავჩერდით. ავსტრიის ერთ-ერთ დასახლებაში, კრაუბატში. კრაუბატ ანდერმური, ასე ქვია სრული სახელწოდება. და ეხლა გავისეირნოთ ამ დასახლებაში. პატარა მდინარე ჩამოედინება მთის. ისე მთებზე ჯერ თოვლი არ იყო გამდარი. მაღალ მთებზე გზაზე რომ მოდიოდით ეთყობოდა. აქ არის რაღაც პატარა ქარხანა არის. ხო, ნუ არ ვიცი ახლა კონკრეტულად ეს რა არის, მაგრამ პატარა ქარხანას გავს. ეს ჩვენი მწვანე სასტუმრო. ეს არის სოფელის ცენტრი. თავის პატარა მაღაზიით აქეთაც არის, ნახე. კათოლიკური ეკლესია არის აქ, მე მგონი. შედი ბესო შენ მაღაზიაში თუ რამე გინდა დაათვალიერე. და ეკლესიას გადავიღებ და მოვალ მეც. ეს მე მგონი სასაფლაო არის სოფლის. სასაფლაოც როგორი მოვლილია რა, სასაფლაოც კი როგორი მოვლილია.
მაღაზია დაიკეტა 6 საათზე იკეტება, ვერ მოასწორეთ მაღაზიაში შესვლა. რესტორანი 11-მდე მივიდეთ. და იქ ზევით რა ძალიან მაგარი ადგილი, აი ზევით. რა კარგ ადგილზეა სახლი აშენებული, აი. ფერადი შუშები იყრება აქ და თეთრი გამჭვირვალე შუშები აქ. კულტურულად და ცივილიზებულად. საბავშვო ბაღი. Hello. აქეთ პატარა სტადიონია მინი ფეხბურთისთვის. აქ ალბათ ითამაშეს უკვე და ეხლა სახლებში მიდიან. ვერ მეწევით არა? ო, კარგი. რა ლამაზად არის მოვლილი ეს ბაღი. ეზო. აგერ თიბავს ბალახს. და რაც ყველაზე მეტად მომწონს, არც ერთ სახლს არ აქვს ღობე. გახსნილი ეზოებია. ესეთი პატარა ღობეები შეიძლება კონდეს. და სოფლიდან დაახლოებით 3 კილომეტრში არის კარიერი. აქ ხო, სოფელთან ახლოს არის ასეთი სამსხვრევია და სოფლის ისა მოსახლეობა მუშაობს რა. სამსხვრევს რო გაცდები, მე არის კიდე ქიმიური ქარხანა, იქაც მივიდეთ. აქ გადახარისხება მიდის წვრილად დაბქვილი, სკლად დაბქვილი. პირდაპირ არის ქიმიური კომბინატი. ეს რამხელა იმაზეა, ტერიტორიაზე ხედავ, ეს სამსხვრევის მასალა გაშლილი. ფრაქციების მიხედვით რა, ზოგი სქელია, ზოგი თხელია. ეს ქიმიური ქარხანა თავისი პარკინგით.
ეს არის დასახლება კრაუბატი. ავსტრიის ერთ-ერთ მაღალმთიან რეგიონში. აუ, აქედან რა ლამაზი ხებია. მოიცა ერთი ჩავიდე. არაჩვეულებრივი სოფელია. ეს ახლა ჩვენ ვიღაცის ეზოში შემოვედით, ღიაა ყველა ეზო. არავინ არაფერს არ ამბობს. ჩვენთან ეგრე შემოხვალ ვიღაცის ეზოში, ეს ლაპარაკი. პრივატვე, ალბათ რაღაცა კერძო ის არის, არ ვიცი ხომ რა არის, აბა, ჩუმჩუმად შევიდეთ. შეიძლება ვიღაცის სახლთან მივდივართ. ხრები ყავს. ვიცი ხო რო კერძოა. კერძო სახლი და ცხვრები ყავს ადამიანს ეგრე შვენილად. Შემოვედით ახლა ჩვენ ერთ პატარა კაფეში. იმიტომ რომ საღამოს ყველა მაღაზია დაკეტილია, არაფერი აღარ დაგვრჩა, ღია. სადღაც 7:30-ზე გამოვედით ჩვენ სასტუმროდან და ღია არაფერი აღარა გარდა ამ კაფესი. და რაღაცეები შევუკვეთეთ და ვნახოთ ახლა რას მოგვიტანენ და რა დაგვიჭდება. ესეთი ლამაზი პატარა კაფეა. ესე იგი, მოგვიტანეს ცხელი სუპი, ცხელი პური, ეს საქონლის ხორცი და ზევიდან რაღაც მწვანილები მოაყარეს და რაღაც საინტერესო სალათი. მოსხმული აქვს რაღაც საინტერესო რაღაც. ხო და ნახოთ ახლა საბოლოო ჯამში რა დაგვიჭდება ეს ყველაფერი. ესე იგი, ჩვენი სადილი დაგვიჭდა 49 ევრო და 40 ცენტი. ვენახი პატარა, რომელსაც უნდა გაფურჩქნა უკვე. პატარა მტევნები ასხია. ესეთი ლამაზი ბილიკებია. დაიღლები შეგიძლია დაჯდე, დაისვენო. დავждე ცოტა ხანი. სანამ ბიჭები სურათებს იღებენ.
Hello. Searching for something? We are coming from Georgia and I am making videos in Georgia about villages, how people live in villages. But in my villages, in my country, young people, teenagers, they don't want to live in villages. They always go to big cities to looking for the fun, and they are living their home villages, houses. But this in Austria, this is a small settlement, but very beautiful. There's a cafe, there's a market, all people are peace. We have all that we need here in our village. Yes. But it's also the same with the young people that most of them want to go to in a big village like Graz or Vienna or something else. Really? But we have working spaces. We have we have a doctor. We have a train station. So for us, it's okay to live here. What factories do you have in these villages? What people are doing? How they support their families? How they earn money? Can you tell me? Yes, Please? in a short way, in 15 kilometers there is the big company of voestalpine. I think you know it. Yes. It makes steel. Of Yes. course. And AT&S, it's also for computer chips. A big factory. Many people are working there. Also, they're working at the train business, and we have also a hospital in near of us. So we have enough work for everyone. So it's not a village. This is a small city. Yes, it's Very nice and beautiful it's a really city. small city. We only For have me, it's like that. 1,500, Yeah. Inhabitants, so it's really small, but it's nice. And most of them work in the near of our village. In my villages, in my country, there is no job places in the village. Everybody goes to the cities. Yeah. We don't have roads. Roads are Yeah. terrible. Okay. In some villages there is no electricity. There is no potable water. There is no gas. There is nothing, and that's why people are leaving. Yeah, of course. But here I could not find village a little bit the same with my villages in my country. It's impossible. It's impossible. We have another experience because we have everything. We have water. We have something to eat. We have everything. You have beautiful roads. Yes. This is the first problem. If there is no roads, there is no life in the villages. For us, it's normal because the highway is 200 or 300 meters far away from us. And in 1 minute you are on the highway, and in half an hour you are in Graz, in our main city. So for us, everything is fine. I hope someday my country will become as this country. I hope so. I think it takes time in the east, of course, but we're looking forward to make some business and so on. Okay, thank you for your interview. It was very nice to meet you. So have a nice day here, and thank you very much. Thank you. Bye bye. დილა არის გავიღვიძეთ, ეხლა ჩვენ მოგვიტანეს საუზმე, ნახევარი მივირთვით უკვე, პატარა ლამაზი სამზარეულოა. ნახევარ საათში მოვრჩებით დაახლოებით და გავაგრძელებთ მე ჩვენ მოგზაურობას, ჯერ ყველაფერი არ გადამიღია, ამ პატარა დასახლებაში კიდევ არის საინტერესო ადგილები და ყველაფერს გადავიღებთ და ცოტა ხანში გაჩვენებთ. აბა, კარგად იყავით დროებით. მალე შევხვდებით. სად მოვიდეთ? პარკინგია ესა? დაბლა იყო ის კაი ადგილი, ესე ჩავდეთ. აი, რამდენი ფრინველებია. პატარა მინი გასართობი ის არის ზოოპარკი სოფელთან. საბავშვო ოჯახურია. ხო. ჯერ დაკეტილია და ჩვენ მაინც სადაწერია ფასი? Kinder 5 евро და დიდი 8 евро კაცი.
კარტენ ჟლუხუ ნაბათი ევრო მოგალი ხირა არის. არ ვიცი ბიჭო. სკუტერების განქირავება 350 евро. ბაიკი 1400. ეს ღირებულება იყო ალბათ. საბავშვო გასართობი. ჯერ ადრეა და არავინ არ არის. ატარა მდინარე. ბაჭიები ნახეთ ბაჭიები ბატები ყვატები ერთი სიტყვით გასართობი პატარა ზოოპარკია ოჯახით ბავშვებით შემოვლენ ბავშვები გაერთობიან სოფელთან ახლოს არის ეხა ავსტრიის სოფელ კრაუბათან ტყეში შემოსასვლელი ვნახეთ და მაინტერესებდა ტყეში როგორი რა ხდება ტყე აი ასეთი პატარა ნიუანსებიც კი როგორი მნიშვნელოვანია ასეთ ხრამებია პატარა გადასაჩეხი მოაჯირებია გაკეთებული რომ ადამიანი ახლოს არ მივიდეს სიფრთხილე გამოიჩინოს ტყეში მოჭრილია ამ ხმელ ხეს და ტოტს ვერ ანახავ ტყეში რა დასუფთავებულია გამოტანილია ხმელი ხეები ტოტები ტყეებიც კი მიხედილია და მოწესრიგებულია რა ერთი სიტყვით ეთყობა რომ ულიან ტყეებს სპეციალური სამსახურები გამოყოფილია თანხა მაგისთვის და ასეთი ტოტები არ არის ვიღაცა მოდის მანქანით ზევით აი გერაკ რაღაცა აწერია ოღონდ მე არ ვიცი რა არის გზები არის კარგი მოხრეშილი ორმოები არ არის ძალიან სასიამოვნო ტყეებია გერმანიაშიც გადავიღე ტყეში ვიყავით ერთ ადგილზე ავსტრიაში სოფელთან მიმდებარე ტყეები